სანამ დავიწყებდით მინდა ცუდი ამბავი გითხრათ ავსტრალიაში მოხდა ტერაქტი მუსლიმანებმა ტერაქტი მოაწყოს ხანუკის დღესასწაულზე ჩვენ ვილაპარაკებთ დღეს რა არის ხანუკაზე ცოტა სოდნავ და როგორც ამბობენ 60 დაშავებულია აქედან 16 მოკლულია და ამ 16-დან ერთი არის ტერორისტი ვინც ლიკვიდირებული იყო ადგილზე პოლიციის მიერ ხო და ესეთი მომენტები არის და აი ძალიან ცუდად დაიწყო რა როიტყვიან ეს ყველაფერი და მოდი წუთიერი დუმილით მე გავჩერები მივაგოთ პატივისცემა მათ ხსოვნას მათ დაღუპვას და შემდეგ დავიწყებთ ერთი წუთის მანძილზე გავჩერდები მაშას დავიწყეთ მეგობრებო სალამი დათო დათოს დაგვემართა დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ აბრაამის ისტორიაზე ძირითადი ისტორია გვაქვს აბრაამის მსხვერპლის მოტანა რომელმიც მოიტანა მან მორიას მთაზე რომელსაც გამოიცხადა ღმერთი ეს არის დაბადების 22 თავი მაგრამ დღეს ასევე იწყება 7 საათზე შემოდის ებრაული დღესასწაული რომელსაც ქვია ხანუკა ხანუკა ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია და ცოტაოდენ მოგიყვებით ამ ხანუკის დღესასწაულის შესახებ. როდის დაიწყო, როდის რა მოხდა. ესე იგი, თქვენ იცით, რომ ალექსანდრე მაკედონელი აწარმოებდა დამპყრობით ომებს. მაკედონელის სიკვდილის შემდეგ მისი სამეფო გაიყო 4 ნაწილად. გაიყო ერთი იყო სელევკიდები, აი სელევკიდების სამეფო იყო ზუსტად ის, რომელსაც გადავიდა ეს ახლანდელი სირია, ირანი, ერაყი, ეს იყო სელევკიდების სამეფო და სულ ბრძოლა ჰქონდა ფთალმაიდების სამეფო, ფთალმაიდები იყო ეგვიპტის სამეფო. ეს ყველა იყო გენერლები ალექსანდრე მაკედონელის და მათმა გადაინაწილეს მისი სიკვდილის შემდეგ ეს ყველა სამეფოები და მათ შორის იყო ომი. და ისრაელი იყო მათ შორის ერთი ხანი არ ეკარებოდნენ ებრაელებს ეს სელევკიდები, მაგრამ გაჩნდა 60-იან წლებში ესეთი პიროვნება იყო ანტიოქე მეოთხე ეპიფანე, რომელიც ძალიან ცუდი პიროვნება იყო, რომელმაც გადაწყვიტა იუდეველების ელენიზაცია. ანუ თქვენ იცით, რომ ალექსანდრე მაკედონელი გარდა იმისა, რომ დაპყრობით ომებს აწარმოებდა, აგრეთვე აწარმოებდა ელენური კულტურის გავრცელებას და ცდილობდა ბარბაროსულ ერებში, სადაც ისინი შედიოდა, ელენური კულტურა, ცივილიზაცია შეეტანა. ეს მოხდა ძალიან უარყოფითი შედეგი მოიტანა მან ისრაელის სახელმწიფოსათვის, მაშინელი ისრაელის საზოგადოებისათვის. ისრაელის საზოგადოება გრძალავდა ელენურ კულტურას თავიანთი რელიგიიდან გამომდინარე. იმიტომ რომ თქვენ იცით ელენურ კულტურაში მოისაზრებოდა ჰომოსექსუალური ურთიერთობები და ესეთი რაღაცები აღვირახსნილობა გარყვნილობა, რასაც ბიბლია გრძალავს. აგრეთვე ამას ყველაფერს უარყოფდა იუდაიზმი, რო ვთქვათ, ერთი სიტყვით და ამ ანტიოქე ეპიფანემ ზუსტად ამას შეეცადა ებრაელებისათვის, რომ ებრაელები ელენიზაცია მიეღო და ამის გამო მან აიღო ებრაელებში შემოიღო ისეთი კანონები ისრაელში ისრაელის ტერიტორია სელევკიდებს ეკუთვნოდა, სელევკიდების დაქვემდებარებაში იყო და მან გააკეთა ისეთი რამე, რომ აუგზავნა თორის კითხვა, ანუ ბიბლიის სწავლა, გააუქმა სინაგოგები და აგრეთვე ტაძარში, სადაც მსხვერპლი მოქონდა, აიღო და ღორი შესწირა. ღორის მსხვერპლი მოიტანა და თქვენ იცით, რომ ბიბლია გრძალავს ღორის ხორცს და ამიტომაც აქ მოხდა აჯანყება. ეს არის ჩვენ წელთაღრიცხვამდე 60-67 წელი ეს ომი გრძელდებოდა ამ ესაც ცნობილი როგორც მაკაბელთა ომები და ესაც ცნობილი იყო ოჯახი ესეთი ვინც იყო მატათია იყო მღვდელი ლევიტელთა შტოდა ვინც აღუდგა წინ ამ სელევკიდების სამეფოს და მოაწყო აჯანყება და საბოლოო ჯამში მატათიას სიკვდილის შემდეგ მისი შვილები იუდა მაკაბელი და ესეთ იყო ვინც
გაიმარჯვოს სელევკიდების სამეფო, გაწმინდეს ისრაელი, გაწმინდეს იერუსალიმის ტაძარი და იერუსალიმის ტაძარის გაწმენდა აღდგენას ქვია ებრაული სიტყვა, რომელიც არის ნახსენები როგორც ხანუკა. ანუ აღდგენას ქვია ხანუკა და აქედან დაწესდა ხანუკის დღესასწაული შემოგარგებოდა. არის ესეთი სასწაული, ეს უფრო თალმუდისტურ წიგნებშია დაწერილი, ვიდრე ისტორიული წყაროები არ არის ცნობა, მაგრამ ებრაულმა თემამ ეს აიტაცა როგორც სასწაულო და როგორც სასწაულად მიაჩნია. როდესაც ტაძარი გაწმინდეს, ტაძარში უნდა ანთებული იყო მენორა, ესანთელი, რასაც ქვია 7 სასანთლე, რასაც ქვია. და აქ იყო ზეთი ერთი დღის მარაგის. ამიტომ აქ გადაწყვეტილება მიიღეს. დაენთოთ ესანთელი და მიეძღვნათ ტაძარი ამ დღეს თუ არა. გადაწყვეტეს რო ვთქვათ ასე რომ რწმენით გადადგეს ნაბიჯი, იმიტომ რომ ახალი ზეთი რომ მოსულიყო 8 დღე უნდა გასულიყო ახალი ზეთის მოკრეფას დაწურვას, ამას 8 დღე ჭირდებოდა ამ პროცესს. ზუსტად და გადაწყვეტეს რომ გაეკეთებია და გააკეთეთ ისე ზუსტად ისე იმერ დღეს როდესაც აანთეს ისანთელი, ეს სასანთლე 8 დღე მუშაობდა, იწოდა ამ ერთ რო იტყვენ ერთ ზეთზე. და ეს იყო სასწაული ღმერთისგან, რო იტყვიან და ამიტომაც ეს ასე არის ეს დღესასწაული, ამიტომ ითვლება ღვთაებრივი ზებუნებრივი გავლენის დღესასწაულად. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელმაც სხვადასხვა ამ დღესასწაულის ისტორიამ მოიყვანა, როდესაც ისრაელმა აღიარა 48 წელს ბრიტანეთის მანდატის გაუქმების შემდეგ გამოეცხადებია ისრაელის სახელმწიფო, როგორცაც დავით ბენ-გურიონმა თქვა, პირდაპირ მას ძალიან ბევრი აკავებდა, ეუბნება, რომ არ არის ისრაელის სახელმწიფო ჯერ მზად, არ ვარ ჩვენ როგორც სახელმწიფო შემდგარი და გამოვაცხადებთ, გადავიმტერებთ არაბებს ამას, მაგრამ როდესაც კი ბრიტანეთის მანდატი დასრულდა, იმავე წუთას, იმავე საათზე, როდესაც დავით ბენ-გურიონმა ზუსტად ამ ისტორიიდან, ხანუკის ისტორიიდან შთაგონებულმა თქვა და გამოაცხადა ისრაელის სახელმწიფო 48 წელს 14 მაისს, თქვენ იცით ეს, ცნობილისაა, რომ მან გამოაცხადა ისრაელის დამოუკიდებელი სახელმწიფო და იმის შემდეგ არსებობს. დღესდღეობითაც. დავით ბენ-გურიონი სხვათა შორის არ იყო მორწმუნე, ის უფრო აგნოსტიკი იყო, მაგრამ მას აქვს ესეთი ძალიან ცნობილი მხატვროვანი გამონათქვამი, რომ თუ გინდა ისრაელში იცხოვრო, უნდა გჯეროდეს სასწაულებისო. ბენ-გურიონმა თქვა ერთ განცხადებაში, მოსემ ებრაელი 40 წელი უდაბნოში ატარა და ყველაზე ისეთ ადგილზე დაასახლა, სადაც არ მოიპოვება არც ეწვეთი ნავთობი. ხო, ამიტომაც გაუსწრო ბევრ ნავთობის ქვეყნების იმას. ესე გადაობით აქვს ნათქვამი ხუმრობით. ხო. ეს არის ის, რაც ხანუკაზე მინდოდა დღეს თქვენთვის მეთქვა, ხანუკის დღესასწაული, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, რა თქმა უნდა, ცუდად დაიწყო ეს ავსტრალიაში, ისევ ებრაელი ხალხის სიკვდილით, მაგრამ მთელი საისრაელოს და მთელ მორწმუნე ხალხს ულუცა ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და ეს სინათლის გაემარჯვებინოს სიბნელეზე. ესეთი მეორენაირად ესე ითარგმნება ეს დღესასწაული, სინათლის გამარჯვება სიბნელეზე. სხვათა შორის იესო ქრისტეც და აღიარებდა მაგ დღესასწაულს და აღნიშნავდა და ამის შესახებ წერია იოანეს სახარებაში. შეგიძლიათ, მოდი გადაგიშარო და ბარემ გაჩვენებთ. იოანეს სახარებაშია ესა დაწერილი. რომელი იოანეს? მეათე თავში. მეათე თავის 25 მუქლი უნდა იყოს. მიიღო მათ იესო. არა. 22 მუხლია. მაშინ სათბურების დღესასწაული იყო იერუსალიმში, ზამთარი იდგა და მიდიოდა იესო ტაძარში სოლომონის ტუაში.
ანუ დღევანდელი დღეს არის ეს? ხო, ეს მოძრავი დღესასწაული არის, ხო? მოძრავია, მთელი ებრაული კალენდარი არის მოძრავი კალენდარი. სატპურები ეს არის იგივე ხანუკა, უბრალოდ ძველ ქართულად ასე თარგმნეს, არ ვიცი, სატპურების, აგრეთვე როგორც ნიშნავს ეს განახლებას, ასევე ნიშნავს მიძღვის დღესასწაული. თქვენ უნდა გესმოდეთ, როდესაც ტაძარი გაიწმინდა, არა მარტო განახლდა ტაძარი, არამედ ის მიეძღვნა უფალს ეს ტაძარი. ამიტომ ეს არის მიძღვის დღესასწაული და ებრაელები ყოველთვის ცდილობენ, რომ ამ დღეს თუ ვინმე არ არის მორწმუნე, დაუბრუნდეს უფალს და მიუძღვნას თავისი თავი უფალს და განაახლოს ურთიერთობები უფალთან. ეს არის ყველაზე კარგი დღე და საშუალება, როდესაც ადამიანი გრძნობს უფალთან რაღაც არასწორ დამოკიდებულებას, არასწორ მდგომარეობას, ცდილობს რამენერად ამ დღეს გააკეთოს ეს ხოლმე. ეს ებრაულ ტრადიციაში ასეა. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ეს ბრწყინვალე ტრადიცია და გამოვიყენოთ და დავნერგოთ ჩვენთვის ეს ყველაფერი, რათა ჩვენც ეს დღესასწაული აღვნიშნოთ, მით უმეტეს ჩვენი უფალი მაცხოვარი იესო ქრისტე აღნიშნავდა. ეხლა მე მინდა კიდევ ესეთი რამე გითხრათ. მე ხშირად მეკითხებიან აღიარებ თუ არა იესო ქრისტეს ღმერთად და სულ მეკამათებიან ხან მუსლიმები ხან ახლა იუდეველები არ შემოდიან ძირითადად კამათში, იმიტომ რომ მათი ყველა არგუმენტები ზეპირად ვიცი მე. მაგრამ მუსლიმებს უყვართ ესეთი ისა და არის ესეთი მომენტი, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ იესოს ღვთაებრიობას და ღმერთობას ერთადერთი და ყველაზე სწორი გზა არის მისი დამტკიცების, ეს არის ძველ აღთქმაში. ახალ აღთქმაში ჩვენ გაგვიჭირდება მით უმეტეს მუსლიმთა, მით უმეტეს ებრაელთან ამის მტკიცება. ეს უბრალოდ გადახვევა, უბრალოდ მე მინდა რომ ეს მეთქვა. ვაპირებდი ცალკე ვიდეოს გაკეთებას, მაგრამ ამ ვიდეოშიც ვიტყვი და შემდეგ დავიწყებთ ა ブラ ამის ისტორიაზე ლაპარაკს. იერუსალიმში თუ ვინმე ხართ ნამყოფი, იერუსალიმში არის ოქროს ჭიშკარი. ეს ახლა ამოქოლილია ეს ჭიშკარი. ეს ჭიშკარი ამოქოლილი იყო ოსმალეთის იმპერიის შაჰის სულთანი ქვია. სულთან სულეიმან პირველმა ამოქოლა ეს ჭიშკარი, მაგრამ მანამდეც მე-9 საუკუნეში ამოქოლეს, მაგრამ მე-16 საუკუნეში საბოლოოდ ამოქოლეს ეს ოქროს ჭიშკარი, რომელიც სხვათა შორის არის გეცამანიის ბაღის პირდაპირ. თუ გეცამანიის მთაზე ხართ ნამყოფი, იქიდან თქვენ დაინახავთ ოქროს ჭიშკარი, რომელიც ამოქოლილია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, ჩემო კარგებო, რადგანაც იუდაური ტრადიცია და ქრისტიანული ტრადიცია განმარტავს, რომ მესია მეორედ, როდესაც მოვა ელეონის მთაზე, ამ ოქროს ჭიშკარში შევა ზუსტად იერუსალიმში. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება, რატო იცი, ჩემო კარგებო? ერთხელ იესო ქრისტემ უკვე შევიდა მაგ ჭიშკარში, როდესაც ვირით შევიდა იერუსალიმში. იმიტომ რომ აღმოსავლეთთან მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს, ეს არის ოქროს ჭიშკარი, მეტი გეცამანის მხრიდან ვერანაირად ვერ შეხვალ, ერთადერთი ჭიშკარია და ეს გზა გაიარა იესო ქრისტემ, როდესაც შემოდიოდა ბეთილიდან, იმაში შედიოდა იერუსალიმში. ეს არის 10 დღით ადრე, სანამ იესო შევიდოდა, ეწამებოდა ჯვარზე. ამ ჭიშკარში შევიდა. და ნახეთ ეს წინასწარმეტყველება, ეზეკიელის წინასწარმეტყველება, როგორც წინასწარმეტყველებს ზუსტად ამ მონაკვეთზე. ეს არის ეზეკიელის წინასწარმეტყველის მე-44 თავის პირველი 3 მუხლი, ნახეთ. დამაბრუნა საწმინდარის გარეთ, კარიბჭეს გზით, აღმოსავლეთისკენ რომ არის მიქცეული, დახშული იყო იგი. მითხრა უფალმა, ეს კარიბჭე ჩაკეტილი იქნება, არ გაიღება, კაციშვილი ვერ შევა იქ, რადგან უფალი ისრაელის ღმერთი შევიდა მასში. და ვინ შევიდა? იესო ქრისტე. იეშუა ჰამაშიახი. და ეს მოხდა უკვე ერთხელ და იქნება იგი დახშული, ხოლო მთავარი კი დაჯდება იქ როგორც მთავარი, რათა ჭამას პური უფლის წინაშე სტოვას კარიბჭეს გზით შევა და იმავე გზით გამოვა. ეს არის უკვე მეორეჯერ მისი მოსვლა, რომ იქნება მეორედ მოსვლა, ისევე ამ გზას გაიდა ზუსტად სულეიმანმა პირველმა, რომელმაც იცოდა ეს ტრადიცია, ამის შიშით ამოქოლო ეს ჭიშკარი.
რომ არ მოვიდესო მესიაო ბოდიში რომელი მუხლები ეგ ვერ გავიგეო ეზეკიელ წინასწარმეტყველის 54 თავის პირველიდან 3 მუხლის ჩათვლითაა ეს წინასწარმეტყველება. ეს არის კიდევ ერთ-ერთი მტკიცებულება ძველი აღთქმიდან, რომელიც არის მიუთითებს იესო ქრისტეს როგორც ღმერთს. ის არის ერთადერთი ღმერთი და ჭეშმარიტი ღმერთი, რომ იცოდეთ. ასე რომ ეს არის ძალიან ძლიერი მუხლი და ძლიერი არგუმენტი მტკიცება იმისა, რომ ჩვენი მაცხოვარი არის ჩვენი ღმერთი. კარგით მეგობრებო, მაშაზე ა ブラ ამის ისტორია, რომელიც მე მინდა დღეს მოგიყვეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია. ეს არის რომელსაც ქვია აკიდა. რა? 72 კაცი. ხო. ამ ისტორიას ქვია აკედა, ეს არის დაბადების წიგნის 22 თავიდან ასე იწყება და მე მინდა ბარემ წაგიკითხოთ და განგიმარტოთ რაღაც მუხლები მალთ, რომ თქვენ წარმოდგენა გქონდეთ ა ブラ ამზე, ა ブラ ამის აღთქმებზე ახლა ვეღარ ვილაპარაკებთ, მაგრამ მომავალ კვირაში გპირდებით ა ブラ ამის ამ ისტორიით რომ დავამთავრებთ, დაუბრუნდებით ა ブラ ამს და მის აღთქმებზე ვილაპარაკებთ. ნუ ძალიან მნიშვნელოვანი აღთქმაა, ის აღთქმები უნდა გავიაროთ, რომ ჩვენ ვიცოდეთ, მაგრამ უბრალოდ დღეს ეს თემა მქონდა მომზადებული და ეს ბევრი ხალხიც ნუ არ არიან ჩემი მეგობრები აქ დამსწრე მინდოდა რომ ეს გამეკეთებინა ბევრი ყოფილი ვიყავით. ანტიქრისტე ებრაელები უნდა გავყოლოთ საქართველოს პირველი ქართველი ანტიქრისტე ებრაელები. მგელი აბა შენიცი ჩემო მგელო, მიდი გაყარე. ღმერთო უშველე ყველა გაჭირებულს. მაგრამ ამას ვერ უშველეს. ამას ხო ის ღმერთს ხელი ჩაქნეული აქვს, ამისგან არაფერი არ გამოვა. ყველა ანტიქრისტეს ისულია, ვინც იესოს არ აღიარებს. რაო? ყველა ანტიქრისტეს ისულია, ვინც იესო ქრისტეს არ აღიარებს. ხორცად მოსულს. ეგ პირველი იოანეს წერილებია. მაშასე წავიკითხოთ. დაბადების წიგნის 22 თავის პირველი 2 დაბადების წიგნი პირველი. არ რატო აძალებ კაცო თუ უნდა წაიკითხავს თვითონ. მაგრამ 22 მუხლი 22 თავი უბრალოდ პირველი 2 მუხლი. აქ იწყება ამ ამბების შემდეგ გამოსადა ღმერთმა ა ブラ ამს და დაუძახა ა ブラ ამს და უპასუხა აქა ვარ. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამბობს ამ ამბების შემდეგ, რას ნიშნავს ამ ამბების შემდეგ? ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ორიგინალურ სიტყვას და ორიგინალში წერია ამბები არ აქვს, წერია სიტყვა დვარი. და დაბლოკე რა. ვინ? აი ეს მგელი შვილი სამში. იყოს კაცო, ამ სალი ახლა მაგისთვის. ყველა ამატყოს ხوارუ უშველი. ხო და იყოს კაცო. ამ ამბების შემდეგ გამოსადა ღმერთმა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ამ ამბების შემდეგ. აქ ებრაულ ამბების შემდეგ გამოსადა ხო სიტყვა ამ ამბების შემდეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინია და უნდა ებრაულად აქ წერია ამ სიტყვების შემდეგ. რა სიტყვების შემდეგ კომენტარები ამბობენ? რა სიტყვების შემდეგ? არის ესეთი მიდრაში, რომელიც ებრაულ ტრადიციაში ამბობს. შეიძლება მე რო ეს ასე ვქნა. ხო, ჩაკეთე კომენტარი. როგორ ჩავკეთე? აუტათი როგორ უნდა? მოიცად მეგობრებო, დაუბლოკავ ახლა ამ. всё. всё. დაისვენოთ ხალხმა. რა გინდა? აი, შენი ისაუბრებოდი შის მოხდით. და всё. იმ კომენტარების ჩაკეცვა როგორ ჩაკეცე? ხო და არ უნდა შეეშვ და იყოს მასე.
სიტყვა აქ არის გამოყენებული ებრაულ სიტყვა დვარი ნიშნავს როგორც სიტყვებს, ასე ნიშნავს საქმეებსაც. მაგაჩინა რა მომენტია. ამიტომაც სეპტუაგინტის თარგმნის შემდეგ, როცა სეპტუაგინტა შეიქმნა, თარგმნის ესეთი რომ თითქოს ამბების, ანუ საქმეების შემდეგ მოხდა. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე, რომ ჩვენ ებრაულ ტრადიცია რას გვეუბნება. ებრაულ ტრადიცია გვეუბნება ჩვენ, რომ აქ არის სიტყვა გამოყენებული დვარი, ანუ აქ უნდა წავიდოთ ამ სიტყვების შემდეგ გამოსცადა ღმერთმა აბრაჰამი. რა სიტყვების შემდეგ? კომენტატორები სვამენ ეს შეკითხვას. რა სიტყვებია ესეთი? და არსებობს ესეთი ძალიან საინტერესო მიდრაში, რომელიც არის იობის წიგნთან რაღაც მსგავსება აქვს ამ მიდრაშს, მაგალითად სატანა მიდის ღმერთთან და ეუბნება. ახლა აბრაამს ხო ხედავ როგორ უყვარხარო? ყველაფერი გაუწიო. აბა ერთი წაართვი რაღაცაო და თუ იქნება შენი ერთგულიო. და ღმერთი ეუბნება სატანას, მეო აბრაამში მჯერავსო მისი ერთგულებისო, რომ მეო რომ უთხრა მის შენი შვილის მომეციო, შემომწირავსო. და ეს შემოგმოუთხა, აბა მოდი გამოვცადოთო. და გამოსცადეს. ნუ ეს ესეთი მიდრაში არსებობს, შემოგარგებო, მაგრამ მე ამ მიდრაშის არ მჯერავს. ეს არის ებრაული მიდრაში, თქვენ შეგიძლიათ დაიჯეროთ, თქვენ არ დაიჯეროთ. ეს თქვენი ნება, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვარ მომხრე ბიბლიის ტექსტის და ბიბლიის სწორი ხაზი. ბიბლიის სწორი ხაზი არის ის, რომ ჩვენ წითელი ხაზით გვანახებს იესო ქრისტეს. მანამდე ლაიტმოტივი ბიბლიის არის იესო ქრისტე და აქაც იესო ქრისტესია ლაპარაკი, იესოს მომავალ მსხვერპლზე ლაპარაკი და აქ არის ესეთი მომენტი, რომ გამოსცადაო. აქ ქართულში კარგად გვიწერია გამოსცადა, რუსულში ზოგიერთ წერია ისკუშაინი, ანუ საცდურში ჩააგდო. ეს არასწორი თარგმანია. მან არ ვიცი როგორ წერია, გამოსცადა წერია? მანდ ბიბლიებში პირველი მოხლი ნახე აბა აბა მიგო აქ ვარ და გამოსცადა და ამ ამბების შემდეგ იყო რომ ღმერთმა გამოსცადა ხო გამოსცადა ძალიან საინტერესო ებრაული სიტყვა და ნიშნავს ნასა მოდის ფუძე ნისუნ მოდის ფუძე ნისუნ და რაც ნიშნავს გამარჯვებას რაც ნიშნავს სასწაულებრივ ზებუნებრივ გამარჯვებას ძალიან საინტერესო განმარტება რა აქვს გამოცდაწერია და სად გამოცდა და სად ისა სასწაული გამარჯვება მაგალითად იაჰოვა ნისი ეს არის ზუსტად უფალი ჩემი ალამია ნისია ეს ძმნა არის ფუძე ამ სიტყვისა ნასა ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და ამიტომაც თვითონ ეს პროცესი რაც აბრაამმა გადაიტანა ეს ნიშნავს რომ ისეთი გამოცდა არის ისეთი ამბავი მოუწყო ღმერთმა აბრაამს რომ აბრაამი განწილული იყო რომ გამარჯვებულიყო ანუ აბრაამს სხვა გზა არ ქონდა რომ ის არ გამოსულიყო ამ გზიდან გამარჯვებული ესა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა რომ ჩვენ გვესმოდეს სწორად რას ნიშნავს აბრაამის გამოცდა სხვადასხვა ებრაულ ტრადიცია გვასწავლის რომ აბრაამის ეს იყო მეათე გამოცდა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა და ყველაზე დიდი გამოცდა მაგრამ ხო კი დათო ვიტყვი მაგასაც მაგრამ ჯერ ამაზე ვლაპარაკობთ რომ არის სწორად ის რომ აბრაამის მეათე გამოცდამდე გაატარა ღმერთმა ყველაფერი. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ მეათე გამოცდისთვის ამზადებდა ღმერთი აბრაამს. იმიტომ რომ აქ წერია, შემდეგ უყურეთ. მაუთხრა წაიყვანე შენი ერთადერთი ძე ისააკი, რომელიც ძალიან გიყვარს, წადი მორიას მხარეში. აი ეს წადი მორიას მხარეში აქ არის სიტყვა გამოყენებული კიდევ ლეხლეხა. და აბრაამის ისტორია იწყება თორის საკვირველთა თავით ლეხლეხა წადი შენი გზითო ეს არის აქაც არის წადი შენი გზით მორიას მთაზე ებრაულში ასია ზუსტად ამას ეუბნება მორიას მხარეშიო ანუ ეს მთათა სისტემა
ანუ ებრაული ტექსტი ჩვენ გვეუბნება, რომ ის რისთვისაც აბრაამი იყო მოწოდებული, აბრაამი იყო მოწოდებული, ეს უნდა გაეკეთებია აბრაამს. ეს გამოცდა უნდა გაერებია. რაც გადახდა აბრაამს მთელი ამ ცხოვრების მანძილზე, ყველას მიყავდა ამ კულმინაციამდე. კულმინაცია, რომელსაც აბრაამს უნდა გაეკეთებია ეს ნაბიჯი. ეს ძალიან რთული ნაბიჯია, შემოგარგებო, თქვენ არ გეგონოთ ასე ადვილი ეს ყველაფერი. და კუფალი უნება, მან უთხრა წაიყვანე შენი ერთადერთი მზე. შემოგარგებო, აქ რუსულად და ინგლისურად ისეთი თარგმანითაა დაწერილი, თითქოს ბრძანება ჩანს, უფალი უბრძანებს აბრაამს. სინამდვილეში ებრაულად აქ წერია, რომ გეხვეწები გთხო, ან უფალი ეთხოვს აბრაამს როგორც მეგობრულად შემომწირე შენი ერთადერთი ძეო, რომელიც შენ ყავსო, ისააკიო. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ღმერთი ელაპარაკება აბრაამს როგორც უკვე მეგობარს, ადამიანს, რომელსაც უკვე აქვს ურთიერთობა ღმერთთან და რაც გვასწავლის ჩვენ, რომ ყველა ის რაც აბრაამს გადახდა თავგადასავალი რო ვთქვათ ასე, შემოტევები რაც ჰქონდა, ყველაფერს მიყავდა ამ გამოცდებამდე. აი ეს ბოლო გამოცდა, რომელიც უნდა ჩაებარებია აბრაამს. და მისი გამოყვანა, თავი რო გითხარით, თავში არის ლეხლეხა, ნიშნავს წადი შენი გზით, წადი შენი გზით, შენი მოწოდება რა იყო აბრაამ? შენი მოწოდება ის იყო, რომ შენ უნდა აჩვენო იესო ქრისტე. იესო ქრისტე, რომელსაც ღმერთი შემოიყვანს შემდეგ აბრაამის სიკვდილის შემდეგ, ამ ამბების შემდეგ, თითქმის 2000 წლის შემდეგ მოვა მესია ამ ამბების შემდეგ, მაგრამ აბრაამი იყო წინასახი ამ ყველაფრისა. ამისთვის იყო აბრაამი მოწოდებული, რომ ეჩვენებინა. თქვენ განაგრძეთ. არა, რაღაცას მეკითხება და ხომ და უპასუხო, არ შემიძლია. ამ ვერ წავშალე ეს ისინი კომენტარები, ხო? ხო და ანუ ეს ის მომენტია, რომ აბრაამის მოწოდება იყო, რომ იესო ქრისტეს მოქმედება უნდა დაენახებინა. იესო ქრისტეს მოქმედება, რომელიც მოხდებოდა 2000 წლის შემდეგ ამ ამბების შემდეგ, რომელიც მოხდა იერუსალიმში. ამიტომ იყო აბრაამი მოწოდებული ქალდეველთა ურიიდან, ამიტომ გაიარა აბრაამმა ის გზა, რომ ამ გზით უნდა ეჩვენებინა ის, რაც მოხდებოდა, რაც ჰქონდა ღმერთს ჩანაფიქრი და ესაა ზუსტად ლეხლეხა, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, წადი შენი გზით. შენი გზა, ანუ ეს არის შენი მოწოდება აბრაამ. და ეს აქციელი აბრაამს ჩაეთვლება საბოლოო ჯამში ყველაფრის სიმართლედ. და ის გახდება ყველა მორწმუნის მამად ამის გამო. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, თან გეუბნებით, რომ ღმერთი აქ ებრაულ კონტექსტში, ებრაულად რო კითხულობ, არ უბრძანებს. ბრძანებითი ტონი არ იყო ეს ღმერთისგან. ეს იყო თხოვნა. მეგობრული თხოვნა, აი მეგობარი რაღაცას გთხოვს, მეგობრულად შემომწირე შენი ძეო. და უყურე ხო, როგორც თანასოს, როგორც პიროვნებას, აი ისა დაგვირება. როგორც თანასოს თავის მოკავშირეს დედამიწაზე წარმომადგენელს, ან ღმერთის საქმეს ისეს თხოვს ღმერთი აბრაამს. და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი მესამე მოხში. ადგა აბრაამი დილა ადრიანად შეკაზმა სახედარი და წაიყვანა თავისი ორი მსახური. სახედარი შეკაზმა. ებრაულად ვირი სახედარი არის მახორ. მახორს ფუძე არის ნიშნავს მატერიალურს. ანუ აქ ნიშნავს რომ აბრაამა ებრაული კონტრაგონება აბრაამა თავისი სულიერი გაიმარჯვა მატერიალურს მოაბა მაყუში, ანუ შეკაზმა თავისი ადგილი მიუჩინა დილადრიანად და მიდის იმორიას მთაზე. გახსოვთ რომ გითხარით იესო ქრისტე იერუსალიმში როგორ შედის? ვირით. აქაც სახედარია. ეს სახედარის ის წითელ ხაზად დევს იესო ქრისტეს. ეს ყველაფერი დეტალები უკავშირდება იესო ქრისტეს და ეს ჯოჯორი თუ გინახავს.
ჩოჩორი არც ვიცი რა. ვირიშვილი. ვირიშვილი. აი ჯვარია გიფიცებით. არა, მაქვს ზღაპრების არ მჯერა. ნუ ეხლა ეგ ახლა გურიაში ჭაცოაც ხობენ ჯვარი აქვს ჯვრის ფორმა. მასეთი რა პომიდორებს უჭერიან კიდევ. მაქვს ზღაპრები არ დაიჯერო. არ მჯერა, მაგრამ ეგეთი პროსტა ჩემი თვალით ყველა ჩოჩორს აი აქვს ზუგზე აი ესე გიფიცებით თუ ისა შავა ძოლი არ გაზრდებით ეს რა. ხო, მე რა. არ ხერხო. გავიარეთ. ხო, ანუ არა, ისა მ ია, გეკითხება იესო ვინ იყო? მოკლებას ხი. ესეთი მიდრაში მაქვს აკეთებით, ხო ამ გამოცდას გაუძელი, რათა არავინ არ თქვა სხვა გამოცდები უნიშნულო იყო. კი არის ეგეთი და მიდრაშიც, ვიცი, მაგრამ მე ახლა მომენტზე ამ მომენტზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ აბრაამი როგორ ემორჩილება ამას, აკეთებს დილა ადრე დგება. შენ წარმოედგინე აბრაამის მონდომება ამ ღმერთის თხოვნის შესრულების. ადამიანი როდესაც შენ რაღაცას აკეთებ და არ გინდა რომ გააკეთო, ბოლო იმამდე არ მიყავს საქმე რომ ბოლოში გააკეთე, იმიტომ რომ არ გინდა გააკეთება, მაგრამ აბრაამი ადრე დგება, დილას ადრიანად დგება, რომ ეს საქმე გააკეთოს და ეს ძალიან საინტერესო რამეა, რომ დამოკიდებულება აბრაამის ძალიან მნიშვნელოვანი რამეა და მოციქულთა საქმეებში იმას როცა ამხელს კერპებს და ეს ხელოსნები რო დაждდებიან და ეხლა ჩვენ თუ ვიწამებთო დავრჩებითო უსამსახუროთო ამ კერპებს თუ არ გავაკეთებთო რა და მე გამახსენდა აბრაამის მამაც ხო ერთ-ერთი მიდრაშის მიხედვით იყო მეტი მე მომწერეს და ამ კერპებს მე მომწერეს ხოვენი მეტი განათლება ის იქნება რომ შენნაირი ჭკვიანები იუდეველის სიყალბეს არ უსმენდეს. მადლობა ხონემან. არა პრობლემა, რატომ ისმენ? ვინ გაძალებს? მე თუ მეკუთვნის, მე ვერ მივხვდი ვის ეკუთვნოდა ეს კომენტარი. არ ვიცი, ხო. რაც არ ვიცი, ამიტომ так, საგავჩენთ, მიდის აბრაჰამი ამ ყველაფერზე აკეთებს და აქა ყველაზე მთავარი შეკითხვა, რომელიც მე მინდა გითხრათ, რამდენი წლის იყო ისააკი? თქვენის თუ იცით? შენ თუ იცი, ალბათ, შენი არის. გაუცდები. არა, 40 წლამდე. გავაჩერდი. აბა მეგობრებო, ვინც მისმენთ, რამდენი წლის იყო ისააკი? ანდრია ჩიკმაძე 33. ანდრია Так. Зуст. Так. ესე იგი მარტო 27. აი, არ გაწოლეთ მეგობრებო, 33 წლისთან 40 წლამდე ითვლება ზუსტად. ზუსტად არავინ არ იცის, მაგრამ ასე ამბობენ, რომ იმიტომ რომ აქ უყურე წერია. კი, ქრისტიანია, კი. აქ როგორ წერია ნახეთ. აიღო აბრაამმა სამსხვერპლო შედა თავისი ძეს ისააკს აქიდა ზურგზე. სამსხვერპლო შეშა იცი რამდენია? აი ჩათვალე ერთი საჟენის შეშა. საჟენის შეშა არის დაახლოებით 200 კილომდე გამოდის თუ რაღაცა. ხო, ანუ პატარა 12 წლის ბავშვი ვერ აკიდებ. ხვდები? მაგრამ 200 კილოსაც როგორ ვერ აკიდებ, ხა რაც ამას დასწრებული. ხო არა, ულტრირებულად ვამბობ. ან მონაყრებით. არა, ზურგზე აკიდეო წერი. ანუ ის დასაწვავი, რაც სამსხვერპლო სჭირდებოდა ის იყო. თან ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რას ნიშნავს სულ დასაწვავი მსხვერპლი. შენიშული შემომწირე ეს რას ნიშნავს, იცი? აბრაამს თავისი შვილი, როდესაც ის მოკლავდა, დაკლავდა. შიგნეულები უნდა გამოეცალა თავისი შვილის. გაეტყავებინა. დაეჭრა ნაჭრება და ის უნდა შეეწირა. შენ წარმოგიდგენი ეს რა უნდა გაეკეთებია აბრაამი, რაზე მიდიოდა? რაზე მიდიოდა პროსტო აბრაამი? რამხელა რწმენის მაგალითია და აქ მომენტია, როცა აბრაამი ერწმუნა აბრაამს, აქ არის
აუ ნუ გიცხება თუ რაღაცა მეგეთყვი ესეთი მნიშვნელოვანი თუ რამე რებეკა რა 3 წლის იყო კაცო აკლემებს წყალსალებიებდა რებეკა 3 წლის გოგო ისააკსო მოუყვანეს ნუ მუსლიმები მაგას გააправებენ იმიტომ რომ მუჰამედი ხომ უნდა გააправონ თავით ისა რა იქვა იმ გოგოს პედოფილი აიშა თუ რა ქვია იცი რა ხო მუჰამედის ცოლი იყო 8-დან 11 წლამდე მაშინ პროცესი სხვა სიტუაცია იყო ეგრე აправენ ხო ანუ ამას აправებენ ესეთი რამე მე ახლა დაწერე მე ქრისტიანები თორას არ ვკითხულობ თუ ახლა ამას გონია ქრისტიანია თორა არ იცის რას ნიშნავს მოსეს ხუთ წიგნეული ხო და ამას გონია რომ ქრისტიანია მე ქრისტიანები თორას არ ვკითხულობ თუ რა მარტო მაგის სიტყვა ქრისტიანი ებრაელად არ უნდა გამოიყურებოდესო აბა როგორ უნდა გამოიყურებოდეს პირველი ქრისტიანები როგორები იყვნენ ებრაელები არ იყვნენ ებრაულად არ აცვათ აი რა არ მინდა ამათ რო შევყვეს ძალიან პოლემიკაში შევალდა არ მინდა რა ხო ანუ უყურე რა შეიძლება ა ブラ ამი აკეთებს ისეთ რამესო ეს ა ブラ ამისათვის ძალიან ძნელი იყო ანუ ისააკი უნდა მოეყვანა მსხვერპლად ისეთ იმან გაეკეთებინა რომ გაეკლა თავისი შვილი გაეტყავებინა დაეჭა ნალწრებად და ისე უნდა მიეტანა მსხვერპლად ამას ქვია სულდასაწვავი მსხვერპლი და ა ブラ ამი თანახმა და პავლე მოციქული ებრაელთა წერილებში ამოსო ა ブラ ამმა იცოდა რწმენითო ზუსტად ის რომ ღმერთი გაუცოცხლებდა მის შვილსო გახსოვს იესო ქრისტე ამბობს ესეთ რამესო ა ブラ ამმა იხილა ჩემი დღეები და გაიხარა სად იხილა როდის იხილა ა ブラ ამმა ა ブラ ამმა იხილა აღთქმებზე რომ უნდა მელაპარაკა ზუსტად ის აღთქმი რომელიც უფალმა დადო მაგასთან და უთხრა 400 წელი მონობაში იქნება ხილვაში რო იყო აი მან იხილა ა ブラ ამმა იესო ქრისტე მოსვლა მისი შტოდა რო წამოდიოდა ეს იხილა ეს გაუხარდა ა ブラ ამას და ეს ხილვა ახსოვდა ა ブラ ამს ებრაელი კომენტატორები ამბობენ ეს ხილვა ახსოვდა ა ブラ ამს და ამიტომაც ისააკი რომ უყდა მსხვერპლად ა ブラ ამა იცოდა რომ ღმერთი გაუცოცხლებდა მის შვილს იმიტომ რომ იცოდა მისი შვილიდან წამოდის ეს უნდა წამოვიდეს მესია მაშინ რა ღმერთი ხო გადაიფიქრა ა ブラ ამაც ღმერთი რასაც ამბობს იმას არ აუქმევს იმ სიტყვებს ის არა ადამიანი თქვას და გადაიფიქროს ანუ ამაზე ხო თქვას და გადათქვას ხო ანუ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რომ ჩვენ გვესმის რომ ა ブラ ამს ეს მინდობა ჩაეთვალა სიმართლეთ რომ ენდო ა ブラ ამი დამოწმება იყო ზუსტად ის აღთქმა რომელიც მე დადო ღმერთმა და ა ブラ ამს ეს იცოდა ამიტომაც ა ブラ ამი როცა ეუბნება ისააკი ეკითხება თავისი შვილი უყურე უთხრა ისააკმა აბრამს მამა და მიუგა ა ブラ აქავარ შვილო კითხა მას ისააკმა ცეცხლი და შეშა გვაქვს მაგრამ სულდასაწვავი კრავი სად არისო ანუ მსხვერპლი სად არისო უთხრა ა ブラ ღმერთი თვითონ გამოაჩენს სულდასაწვავი კრავს შვილო ეს იყო ზუსტად ის რაც ა ブラ იწინასწარ მეტყოლა ზოგი ამბობს ნუ ორი ვარიანტი შეიძლება აქ თქვა ადამიანმა რომ შეიძლება ვთქვა ეს მომენტი რომ ა ブラ შეიძლება ატყუებს თავის შვილს ვერ გაამტყუნებ რო ატყუებდეს სულთ ადამიანად რო შევხედოთ ვერ გაამტყუნებ როგორ უნდა უთხრა შვილო შეუნდა დაკლავო ვერ გაამტყუნებ და არის მეორე მომენტი რომელიც ამბობს რომ ა ブラ წინასწარ მეტყველობდა რომ ღმერთი გამოაჩენს იმას მაგრამ ფაქტია ის რომ ა ブラ უკვე ასე წმენა ქონდა მაგრამ ა ブラ იმედი ქონდა რომ კი თავის შვილს დაკლავდა ა ブラ მოკლავდა მაგრამ ღმერთი გააცოცხლებდა ამის იმედი ქონდა აღდგომის ქონდა ყურათ აღდგომისა ამის იმედი ქონდა ამიტომაც ა ブラ იშიშვებს დანას და ამ დროს ანგელოზი ჩამოდის და ეუბნება ა ブラ ეხლა დავრწმუნდიო ყურე აი ეუბნება მოუხო მას უფლის ანგელოზმა ცინა დაუძა ა ブラ უპასუხა აქ ვარ უთხრა ნუ აღმართავ ხელს ყრმაზე ნუ რაფერს დაუშვებ რადგან ახლა ვიცი რომ ღვთის მოშიში ხარ და არ დაზოგე ძე შენი ერთადერთი ჩემთვის დათისთვის თქვათ ძეს მნიშვნელობა ხო ძე მემკვიდრეა ძე ნიშნავს მემკვიდრეს ხო
აღაპყრო თვალები ყოლოდა, მაგრამ მე მკვიდრელი არ მიცე. და უყურე აქ მე-13 მოხსში როგორ აღაპყრო თვალები აბრაჰამმა და დაინახა ვერძი, რომელიც რქებით გახლართულია ბუჩქნარში. ანუ გამოუჩინა ის, გამოჩნდა ის ვერძი, რომელიც უნდა შეწერულიყო. ესაა ძალიან საინტერესო მომენტი, აქ ჩვენ გვასწავლის ღმერთი ორ რამეს. პირველი რომ აბრაამი ენდო უსიტყვოდ ღმერთს, მაგრამ ამ უსიტყვოდ ნდობას აბრაამმა გაიარა ძალიან ბევრი დიდი გზა. 75 წლის მოსული იყო და უკვე 138 წლამდე, 140 წლამდე, 100 წლის იყო აბრაამი რომ შეეძინა. 75 წლიდან წარმოიდგინე, გათვლი ამთხელა გამოცდილება აქვს ადამიანს ღმერთთან ურთიერთობის, ღმერთთან ცნებების სწავლის, ყველაფრის და მან ისწავლა ნდობა ღმერთის. ეს მინდობა, ამ მინდობაში გამოიცადა ღმერთი და მე რო გითხარი ეს გამოცდა რას ნიშნავს? ეს გამოცდა არ არის იმისათვის, რომ შენ ჩაგჭრას ღმერთმა. არამედ ეს გამოცდა არის გამოცული ნასა, ანუ რათა შენ გამოხვიდე გამარჯვებული. ანუ ჩვენ რთული სიტუაციები, რაც ჩვენ გვაქვს, სირთულეები, პრობლემები, ღმერთი ჩვენთვის უშვებს იმ მოტივით გამო, რომ ღმერთი ჩვენში დარწმუნებულია, რომ ჩვენ ამას გადავლახავთ. აიგე? ესაა მომენტი, როდესაც შენ გივარდება სიტყვაზე, როცა შენ გაქვს მომენტი, რომ მოპარო ადამიანს, ჩაგივარდა მომენტი რაღაცა მოპარო, ხო? გიდებს აქ და თვალში. და შენ ამას შეგიძლია. შენ არ იპარავ. ეს არნიშნავს, რომ ღმერთმა დაგიდო ის საცტური, რომ შენ უნდა იმას. ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა ეს იმიტომ გაჩნდა, რომ შენ შეგიძლიას დამარცხება და არ მოიპარო. მაგრამ არის ზოგიერთები, ვინც ვერ უძლებენ ამას და მე აბრალებენ ესეთ რამეს, რომ აი საცტურში ჩავარდი, იმაში ჩავარდი. საცტურში კი არ ჩავარდი, უბრალოდ წმენა არ გამოიჩინე, ერთგულება არ გამოიჩინე. წმენა სიტყვა ერთგულებას ნიშნავს, ღმერთისადმი ერთგულებას. ეს იყო რაც აბრაამმა აჩვენა ღმერთს, ერთგულება. პლუს ამას, როდესაც ბევრი ქრისტიანი ამბობს, რომ მამა აბრაამის წმენა, აბრაამი წმენით გამართლობდა. მე ვეკითხები, რომელიც მოქმედებით გამართა. ხო და მე ვეკითხები, მზად ხარ საკუთარი შვილის შეცირო ღმერთს? აბრაამს უედრები, მე თქვი? აბრაამი ვით წმენა გაქვს შენ, მე თქვი? როცა შენ მეზობელს გაჭირებულია და პურის ფული არ აქვს და იმ ფულს არ მიცემ და შენ აბრაამს ედრები? ეს არა წმენა. სამწუხაროდ ქრისტიანებმა მიეჩვენ ისეთ რამეს, რომ ეკლესიებში მიათედების შესაძლებლობებს მარტო მოაქვს და გვერდზე რომ ნათესავია შიმშილობა, იმას არ ეხმარებიან. ანუ ეს გვასწავლის ჩვენ, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ ქრისტიანები ვარ და მორწმუნეები ვართ, ჩვენ ბიბლიური გმირები რომლებიც იყვნენ, ეს ხალხი გვასწავლებენ მაგალითს, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორები უნდა ვიყოთ. უნდა ვიყოთ კეთილი და ბოლომდე მინდობი ღმერთისათვის. პირველ რიგში ეს გვასწავლის იმას, რომ ვიყოთ კეთილი. მეორე გვასწავლის, რომ ვიყოთ ერთგული. და მესამე ყველაზე დიდი რაც არის გვასწავლის ჩვენ ღმერთის გეგმას, ჩანაფიქს, რომელიცაც ჩანაცვლება ქვია. ჩანაცვლება იესო ქრისტე ჩაენაცვლა ჩვენი ცოდვების გამო. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომ ისააკი კი არ მოკვდა ცოდვისათვის, არამედ კრავი მოკვდა, კრავი და იოანე ნათლისმცემელი, როდესაც იესო ქრისტეს ხედავს, ამბობს, აჰა, ესაა ღვთის კრავი, რომელიც ქვეყნიერების ცოდვას იტვირთავსო. და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვესმოთ. სამი რამე, რასაც ჩვენ გვასწავლის, ეს აბრაამის საბოლოო ისტორია. ეს არის ღმერთის ერთგულება. მეორე, ვიყოთ კეთილი ადამიანები. ჩვენ არ შეიძლება ქრისტიანი მე ვთქვა ქრისტიანი და ვხედავდი ჩემ ძმას არ ქონდეს ფული და მე ამ დროს მაქვს და არ დავეხმარო. ეს აბსოლუტურად კაპიკია ჩემი. თუნდაც 10 მილიონები წირავდა ეკლესიას. კაპიკია შენი შესაწირი იმ ეკლესიაშიც. და იმიტომ რომ ის რასაც ღმერთმა მოგიწოდა, რომ შენ ახლობლებზე იზრუნო, იმაზე არ ზრუნავ ხარ და ზრუნავ ხო ვიღაც იმაზე. და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. რომ ჩვენ და მესამე არის ის, რომ ჩვენ
გვასწავლის იესო ქრისტეს ჩანაცვლებას. მთელი ეს აბრაამის მოწოდება დაიწყო იესო ქრისტეს გამო, ანუ მე გითხარით რომ აბრაამის ისტორია წინა თავებში ვთქვით ჩვენ აბრაამი იყო მოწოდებული იესო ქრისტეს გამო, რათა იესო ქრისტეს ხატუნება ეჩვენებინა. ისააკი არის ამ შემთხვევაში იესო ქრისტეს ხატუნება, რომ როგორც აბრაამმა შესწირა ძე, ასევე ღმერთმა შესწირა თავისი ძე. და იუდაიზმში არის ესეთი წესი. საზღაურისა წილ, ასე ქვია. რა კი აბრაჰამმა გაწირა თავისი შვილი ჩემს გამო, მეც კაცობრიობის გამო გავწირავ ჩემ შვილს. ამას ქვია საზღაურისა წილ. ეს სამართლიანი პრინციპია. და ღმერთის თორა რჯული მოსეს ხუცეგმ მთელი ბიბლია გვასწავლის რომ ღმერთი სამართლიანია. ამიტომ იყო მოვლენილი იესო ქრისტე და ამ მაგალითს გვასწავლის ჩვენ რომ ზუსტად რომ რა კი აბრაამმა ეს გააკეთა, ამან აქცია აბრაამი ზუსტად რწმენის მამად. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც მე დღეს თქვენთვის მინდოდა მეგობრებო, მე თქვა ძალიან მოკლედ. იქედა კვირაში ჩვენ გავივლით აბრაამის აღთქმებში, უკვე რა აღთქმები დადო ღმერთმა აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან, ამ სამ აღთქმამ, ხუთი აღთქმა მე მგონი, ხო? აბრაამთან 2, იაკობთან 1, ისააკთან 1, ამ აღთქმებს გავივლით, ყველა სამნიშნულობა აქვს და უკვე გადავალთ იოსების ისტორიაზე, უკვე რომელიც მალე იწყება ებრაულ ტრადიციაში. ასე რომ წინა მომავალ კვირას გველოდეთ პარასკევს, კვირას ისევე 6-ის ნახევარზე დავიწყებთ, იმიტომ რომ 5-ზე ვერ ვასწრებთ. ვამბობთ 5-ზე, მაგრამ 6-ის ნახევარზე ვიწყებთ. ხო და 6-ის ნახევარ. არა, კითხვებს ახლა უპასუხებ, ჯერ ეს დავამთავრო, ეს მინდა ეს მომენტი, რომ უთხრა ამ ხალხს, რომ ეს ყველაფერი აბრაამის ისტორია რომ მოვრჩე. წერა მიკითხა და მე მგონი შეიძლება არასწორად გავუცი. ნასა რას ნიშნავს? გამოცა სასწაულს. ხო. და მე ალბათ ნისიში აერია თქვა. ნისა იგივე ფუძია, ხო, ნისა. და დროშას არ ნიშნავს? გამარჯვებას ნიშნავს, ალამს. ალამს ნიშნავს, ალამი სიმბოლიზებს გამარჯვებას. გნოსტიკურ სახარებაზე რას ფიქრობ? გნოსტიკური სახარება, მოიცი ჯერ დავამთავრო და მერე ვილაპარაკო რა მაგ თემებზე. ესე იგი, მომავალ კვირას შემომეგობრებო, გვექნება აბრაამის ისტორია, ანუ აბრაამი და თავისი აღთქმები, რომელსაც ჩვენ ვილაპარაკებთ, აბრაამის ისტორიაში, იმაში ცხოვრებაში, შევეხებით ისააკის აღთქმას და შევეხებით იაკობის აღთქმას, იმიტომ რომ ეს აღთქმები ყველა არის ინდივიდუალური და ამას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ღმერთი ინდივიდუალურობის ღმერთია და ნათლობას ქრისტიანი ადამიანსაც ამეწოდებს მნიშვნელოვანი, რომ ნათლობა ეს აღთქმა და ნათლობა ეს არის დასტური ისა, რასაც აბრაამი თხოვს. ჩვენ წინა ვიდეოში ვილაპარაკეთ, როდესაც აბრაამი ეუბნება რით დავწმუნდეო, რომ ჩემი ეს მიწაო, რომ ჩემიდან წამოვაო და ღმერთი დებს აღთქმას. აი ეს მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გვესმოდეს და ანუ მომავალ კვირას 6-ის ნახევარზე ჩვენ ვილაპარაკებთ კიდევ აქ შევხვდებით ჩვენ სტუდიაში. ასე რომ ჩემო გამომწერებო გთხოვთ, გააზიაროთ, მოიწონოთ, დაალაიქოთ ეს ვიდეო და აკომენტარეთ. ვისაც ფინანსური მხარდაჭერა გინდათ, ყველა ვიდეოს ქვემოთ არის ჩვენი ფინანსური საბანკო რეკვიზიტები, ასევე არის KISAG, სადაც შეგიძლიათ დასვა, შეკითხვა და დონაცია გააკეთოთ. ასევე საზღვარგარეთ ვინც ხართ, PayPal-ი არის მითითებული და ასევე შეგიძლიათ ვიდეოს ქვემოთ, ვიდეოზე არის ეკრანზე გამოშვება სკანერი, რომელიც საშუალებით თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დაასკანიროთ KISAG-ის და ეგრევე გააკეთოთ დონაცია. აი ეს ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თქვენ გაგიმარტივდეთ საქმე ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რომ თქვენ ადვილად გააკეთოთ სიკეთე. კითხვები? და აი ახლა კითხვა-პასუხის რეჟიმი, ხო? დავაი. მოციქულთა საქმე ვკითხულობ, თქო, გითხარი და ესეთი კითხვა არის. მოციქულთა საქმე 19 თავის 21 მუხლი. მოიცა, ნახო ჯერ. მოციქულთა საქმის მე-20 თავი? 19 თავის მე-20 მუხლი. 21 მუხლი. 20-21. არა, 21.
ამ ამბების დასრულების შემდეგ პავლემ სულით გადაწყვიტა მაკედონიასა და აქაიის გავლით იერუსალიმში წასვლა და თქვა იქ რომ მივალ მერე რომიც უნდა მოვინახულო. აი გვაინტერესებს პავლემ სულით გადაწყვიტა მაკედონიისა და აქაიის გავლა. რას ნიშნავს სულით მაკედონიაში და აქაიაში გავლა? უბრალოდ სული ჩაუთქვა. სულით ნიშნავს ის რომ ეს სულვილი მისგან არ წამოსულა, ანუ ღმერთის სულვილი იყო და მან ღმერთმა აგზობინა წინათ გზობასავით რომ აი ეს როგორც ა ブラ ამს ჰქონდა ღმერთთან კითხვა მაქვს ის ფიზიკურად გაივლი და აბა ახლა ის სუპერმენი კი არ იყო რომ იმას ქნა შეიძლება იესო ქრისტეს რო ტელეპორტაცია რო აი ხო ცნობილი არის ის ამბავი როცა არა აქ ტელეპორტაცია არ არის აქ არის პავლე ჩაულებრივად აკეთებდა იმას წავიდა ჩაულებრივი გზით იმიტომ რომ აქაიაში და მაკედონიაში პავლეს ჰქონდა რა ქვია ნაკადაგები სახარება იესო ქრისტეს და თან გადაწყვიტა რომ გაევლო დაინახა ეკლესიების მდგომარეობა საკრებულოები რა საკრებულოები იყო როგორი იყო და რა მდგომარეობაში იყო და სულით ესე იგი ნიშნავს რომ ღმერთის სულმა აღუძრო ეს სული ჩაუდო ღმერთმა რომ ენახულებია ესაა და ეს აქ სხვა რამე არ არის ისეთი რამე Так, მოდი აბა გავცეთ შეკითხვებზე. გნოსტიკურ სახარებებზე რას ფიქრობ? გნოსტიკურ სახარებებზე იმას ფიქრობ, რომ ეს არის არაკანონიკური წიგნები, ისინი დაიწერა ქრისტეს შობიდან დაახლოებით 150 წლის შემდეგ, ანუ ქრისტეს შობიდან 150 წლის შემდეგ, ანუ ჩვენ ვიცით, რომ ისტორია გვასწავლის, რომ სახარებები დაიწერა ქრისტეს მოღვაწეობიდან დაიწყო პირველი სახარება, პირველი დაიწერა მე-20 წელს და დასრულდა 100 წლამდე უკვე დასრულებული იყო მთელი ახალი აღთქმის წიგნების დაწერა. ამ პერიოდში, რატო ამ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გვესმოდეს რომ ამ პერიოდში დაწერილი ტექსტები ეს არის ის ტექსტები, რომელთაც მოციქულები ამოწმებდნენ და შეეძლოთ. რეალურად იყო ეს ამბავი თუ არა? პავლეს როდესაც აჩვენებდნენ, პავლე ეს შენი წერილია, პავლე შეხედავდა, ეს მე დავწერე თუ მე არ დამიწერია. ანუ ეს ამნიშნულობა და გნოსტიკური სახარებები ჩემზე მეგობარო დაიწერა დაახლოებით 150 იწყებს სათავეს 130 წლიდან რო არ მოგატყუო 130 წლიდან და თავდება რაღაც 200 წელს. ანუ მეტი ადრეული დედანი არ არსებობს წყალო რომელიც ამ სახარებებს იყენებდნენ. ამიტომ ეს რო თქვა რომ მოციქულმა თომამ დაწერა იესო ქრისტეს შობიდან 130 წლის შემდეგ რო თქვა ბოდვაა. ნუ არა რეალობას არ ხდები? ამიტომ ესა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გვესმენთ. ამიტომაც გნოსტიკური სახარებები, როგორც ლიტერატურული ჟანრი ძალიან საინტერესოა, მე მაქვს წაკითხული გამოკვლეული, განსაკუთრებით მიყვარს თომას სახარება. ძალიან საინტერესოა. ხო და ნუ მაგრამ როგორც ასე ღვთაებრივი შთაგონებების ისა ეს ნამდვილად არასწორია და ამიტომაც არ ვენდობი ამას. და ფრთხილად უნდა იყოთ ესეთ ლიტერატურასთან, რომელიმაც შეიძლება ძირითად შემთხვევაში ეწინააღმდეგება ბიბლიის ტექსტებს და ბიბლიას. ამიტომაც არ შევიდა ეს ბიბლიის კანონიკებში. იაკობისა და ღმერთის ჭიდაობაზე რა სიტყვით მაინტერესებს? კონკრეტულად რა გაინტერესებს? ჭიდაობის ზომელილეთი გამოიყენა იაკობმა თუ რა მომენტია ახლა? ეს აინტერესებდა სახსარს რატო შეეყო მაგას. სახსარი ეს არის ებრაელი კომენტატორები ამობენ ის რომ იაკობი იყო და დამყარებული თავის სიძლიერეზე, თავის სიმაგრეზე და ღმერთმა მოშალა იაკობს უჭირდა ღმერთისადმი ნდობა. და ამიტომაც ღმერთმა დააზიანა იაკობის სახსარი იმ გაგებით რომ შენ რასაც ეყრდნობი იაკობ ეს არ არის მყარი. ამიტომ შენ მე უნდა მომენდო. აი ეს ამნიშნულოვანია და ამ გაკუთვნილს გვასწავლის ებრაელი კომენტატორები ამიტომ განმარტავენ ამას. აი ასე. კიდე ერთი მნიშვნელოვანი კითხვა არის, გთხოვთო განგვიმარტეთო იუდეასა და იუდაიზმის შორის განსხვავება. ბევრს დაიხმარება. რაღაცო? კიდევ ერთხელ თქვას განსხვავება იუდეასა და იუდაიზმის შორის. იუდაიზმი ეს არის ოფიციალური რელიგია, რომელიც დღესდღეობით არის
ისრაელში და კერძოდ იუდაიზმს მიყვება ებრაელობის, სოფლიო ებრაელობის, რო ვთქვათ, 80-95% დანარჩენები არიან სხვადასხვა, აქედან უმეტესობა არის უფრო მეტი ქრისტიანი, დანარჩენები არიან აგნოსტიკოსები, ზოგი საერთოდ არ აღიარებს არავითარ წმენას ისია. ხოლო იუდეა ეს არის მხარე, რომელიც ისრაელში იყო 12 ტომი ყავდა და ერთ-ერთი ტომი 12 ტომიდან იყო ერთ-ერთი იუდას ტომი. ამ იუდას ტომის წარმომადგენლებს ქვიოდათ იუდეველები. და როდესაც ქრისტეს დროს იყო უკვე ის იესო ქრისტეს დროს სამეფო უკვე აღარ იყო დანარჩენი სამეფო, ტომები დაკარგული იყო თითქმის, არეული იყო სხვა სახელმწიფოებზე, იყო დარჩენილი მარტო იუდეას ტომი. და მაშინელი ისრაელს წარმოადგენდა იუდეას მასაქვია ხარე, იუდეას ხალხს. და ამიტომაც იუდეველები ახლა დღევანდელ ებრაელებს უთხრა, ებრაელი ყველა მოსო, ანი ეღუდი, მე ვარ იუდეველი. მაგრამ ეს არნიშნავს, რომ გინდათ თუ არა იუდაიზმის მიმდევარია. ეს არ არის ასე სწორი, მე ვამბობ, მე ჩემი ვამბობ, ანი ეღუდი მეშიხი, ანუ მე ვარ მესიანელი იუდეველის წარმომადგენელი. იუდეველი ვარ მე, მაქვია ეთნოსით, მაგრამ წამს იესო ქრისტე. და ქრისტიანობა მესიანური იუდაიზმი. მესიანური იუდაიზმი. ის 20% დგას სწორგზაზე გნოსტიკოსები და ქრისტიანები. და რა მაინტერესებს ძველ აღთქმაში უფლის ანგელოზი იესო იყო, რა თქმა უნდა, იესო იყო. კიდევ რა ინტერესებს, ხო და ბევრს ეგეშლება იუდაიზმი და იუდეულობა ერთი გონიათ. ხო, რა ვქნათ ახლა, ეს არის გაუნათლებლობის ბრალი. ადამიანებს განათლება არ აქვს, საქართველოში მით უმეტეს რელიგიური განათლება არის ძალიან დაბალ ხარისხზე. და ძალიან დაბალი დონეა რა განათლების, რელიგიური განათლების, ასე ვთქვათ. იუდეულობა ეროვნება, რა თქმა უნდა. რა მოგწერა? სეპირად ვიცი გვერდს. ამატყოფია ხო ხედავ. იობი ებრაელი არ იყო. იობი ძალიან საინტერესოა, ჩემო მეგობარო, ძალიან კაი შეკითხვაა. არის მოსაზრება, ებრაელი არ იყო, იმიტომ რომ როგორც ასე ებრაელი ეთნოსი წამოვიდა აბრაამიდან. ხო და იობის დროს, როდესაც ეს ისტორია ხდება, მაშინ არ იყო როგორც ასე ებრაელი ერი, მაგრამ იყო ხალხი, ვინც ღმერთთან ჰქონდა ურთიერთობა და კონტაქტი. იობი ასეთი წარმომადგენელი იყო, როგორც ნოეს არ ჰქონდა ეროვნება, მაგრამ ნოე იყო, ადამიანი იყო, ხო? და ესა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და მოიცა რაღაც საინტერესო შეკითხვა დასვეს აქ კიდევ. დაბადის მეტავში სამებაზე გამოცხადებაზე თქვენი აზრით. თავში სამება გამოცხადდა თქვენის თავში, ის რომ მივიდა სამი ანგელოზი აბრაამთან. თქვენ ქართველი იუდეველი ხართ, არა მე აშკენაზი იუდეველი ვარ. ქართველ ებრაელობასთან არა მაქვს კავშირი. так. მაინტერესებს ჩვენი ქართული ახალი აღთქმა ძველებია? ძველებიაო? ვერ გავიგე ერთზე. რომელი კომენტარი? მაინტერესებს ჩვენი ქართული ახალი აღთქმა? იმ დროს ძველება რაღაცა. ძველია? თუ ამ ვერ ხვდები რას? რას გულისხმობ? ნატან და მაინტერესებს ჩვენი ქართული ახალი აღთქმა, ძველი აღთქმა, ძველობა აღთქმა თუ რომელი წიგნია მიახლოებული სინამდვილეში. რასთან დაახლოებული? ქალბატონო ვერ ხვდები უბრალოდ ბოდიში რომ ჩავეჭიდე, კითხვის არსი ვერ გავიგე. რასთან მიახლოებული რომ ვიცოდე და გიპასუხებთ. ზოგადად ქრისტიანულ სამყაროზე რას ფიქრობთ? მართლმადიდებლობაზე და კათოლიციზმზე? იმას ფიქრობ, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანები რასაც ასწავლიან, იმის 12% რო იცხოვროს მართლმადიდებლურმა ქრისტიანმა კაი ხალხი იქნებოდა. კათოლიკებიც და მართლმადიდებლებიც.
მაგრამ რაც ოფიციალურად მართლმადიდებლები ასწავლენ და კათოლიკები არ ცხოვრობთ იმით. მეტი რა გითხრით? 12%-ით არ ცხოვრობთ იმითაც, რასაც ასწავლის მართლმადიდებლური. ხო და რა უნდა თქვა ახლა მეტი? აი იქნებოდა 10 მცნება რო არ შეეცვალათ, შაბათს რო იცავდნენ და მეათეც. Так. მოიცა? ადამიანი მართლმადიდებელი არ არსებობს. კორონავირუსი. აქტუალურია დღესაც კორონავირუსი. აშკენაზებს და იბერელებს შორის არის ნათესაობა, კოდია როგორც ვიცი ორივეს ჰაპლო ჯგუფი. არ ვიცი რაღაცა პირველად მესმის ესეთი რამე. არ გამიგი აბა წყარო მემითითეც აწაიკითხე და გადავამოწმო. რაც არ ვიცი, მართლა არ ვიცი. საინტერესო კითხვა დასვით. აი ესეთია. სემინოეს შეეძინა 90 წლის ასაკში. სემა იცოცხლა 500 წელი. მოიცა აგერ აი ნატალია 10 წლის მკვდარი იყო და რადგან იძახიან გადაწერილი არისო ან არა სიმართლე. ხო, რა თქმა უნდა, სახარებები დაიწერა ქალბატონ ნატალია ბერძნულ ენაზე, მათე სახარებაზე გვაქვს ჩვენ ვამბობთ, რომ დაიწერათ მისი ორიგინალი ენა იყო არამეული ან ებრაული, ამაზე კამათია ჯერ და მე ორივე ვარაუდსაც უშვებ, რომ ეს არამეულადაც დაიწერა და ებრაულადაც. იოანეს სახარებაზე არის კიდევ, მეტნაკლებად ამბობენ, რომ არამეულად დაიწერა, ისიც ან ებრაულად. დანარჩენებზე ამბობენ, რომ ეს დაიწერა ბერძნული მისი ენა იყო, ბერძნული ორიგინალი ენა. აქედან მოხდა მისი თარგმნა. პირველად მოხდა სომხურ ენაზე თარგმნას, იმიტომ რომ პირველი ქრისტიანები, როგორც ვიცი, სომხები იყო. ხო, პირველად სახელმწიფო რელიგიაც სომხებმა აღიარეს. მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ქრისტიანები ვიყავით ქრისტიანები. მაგე ახლა ქართველები ვით არიან. აი ძიება ხადავა. ერთმა რო დაწერო, გილოცავთ ნათლისღებას კი, ეგ აი ეს ისტორია ახლა არ ვიცი, მე როგორც ვიცი. ხო და მე შეიძლება ვცდები. შემისწორეთ არ არის პრობლემა. ხალხო მე ამაზე არა მაქვს. არა ვარ ამაყი კაცი, თუ მე შეიძლება შემისწორეთ, ვაღიარებ. ოღონდ წყარო უნდა მემითითოთ. 25 წლით ადრე. ხო, 25 წლით ადრე, მაგრამ რა მომენტეცა, ხო და ამ დროს, რა ქვია, ითარგმნა უკვე ახალი აღთქმა იყო ნათარგმნი თუ არ ვცდები პირველად ითარგმნა სირიულ ენაზე და ამას ქვია პეტიფშას უძახიან თუ სახელი დამავიწყდა სახარების თარგმანი ითარგმნა ეთიოპურ ენაზე ითარგმნა სირიულ ენაზე და შემდეგ ითარგმნა სომხურიდან ქართულია ეს არის საერთაშორისო ქართული თარგმანი სახარების არის ერთ-ერთი უძველესი ბიბლიის საზოგადოება აღიარებს მაგას და იყენებს როგორც ერთ-ერთ როდესაც ისინი ბიბლიას ახალ ბიბლიას უშვებენ ყოველთვის იყენებენ ქართულ სომხურს ან პეტიშას უძახიან მე მგონი თუ არ ვცდები იმას ყველაზე ძველი ვერსია რომელი არის ქართულიდან, ძველი ქართულით, ახალიდან ადიშის 4 თავი არა მგონია. გიორგი მთაწმინდელის თარგმანი ადიშის 4 ხავია, მე მგონი გიორგი მთაწმინდელზე ადრე. გიორგი მთაწმინდელზე ადრეა, მე მგონი ადიშის 4 თავი, თუ არ ვცდები და მე არ ვიცი, ხალხი შემისწორეთ, მე ქართული სასულიერო გიმნაზია არ დამიმთავრებია, მე განათლება ბიბლიური საქართველოში არ მაქვს მიღებული, მე ვსწავლობდი იერუსალიმში და იქ ცოტა სხვა რაღაცებს ვასწავლე. ასე რომ თუ მე რაღაცა შემეშალა, კი ბატონო, შემისწორეთ, არაა პრობლემა. ადიშის 4 თავი არის, ძრობი გონი. ქრისტიანობა ხომ სამნაწილად იყოფა, თქვენ რომელს წარმოადგენთ? არც ეს არ წარმოადგენ, მე ვარ იესო ქრისტეს გზის მიმდევარი, როგორც პავლე მოციქული ამბობს. ამის სიტყვის? ხო, შემსრულებელი ამ თემისა. გამავრცელებელი, შემსრულებელი იგივეა. იგივე პრინციპია ეგა. კარგი, დავამთავროთ შეკითხვები, ხო, უკვე, ერთ საათზე მეტია უკვე ვართ უკვე, თუ არა? ზუსტად 1 საათია მანდ ვართ. საათი და 5 წუთი არის, კი.
ხო და სანამ ლაივს გათიშავ ერთი ესეთი თავით მინდა დავამთავროთ. გამოცხადების 22 მუხლის 22 თავის 19 მუხლით. არა. იყოს გამოყენებული ძველი აღთქმაში თქვენი მოიცა ზურაბიცე ტეტრაგრამატონი უნდა იყოს გამოყენებული ძველ და ახალ აღთქმაში ტეტრაგრამატონი როგორც ახალი აღთქმაში არ იყენებდნენ მოციქულები ამას არ წერდნენ სიმართლე რო გითხრათ ჩვენ რო გქონდეს ხელში მათე სახარების ებრაული ტექსტი ორიგინალი დედანი იქ როგორა მოხსენებული უფალი თუ არის მოხსენებული როგორც იუთხეი ვავხეი მაშინ უნდა იყოს მაგრამ სამწუხაროდ მოდის მართ გულწრფელები ვიყოთ არა გვაქვს ჩვენ ეს ხელში ეს ფაქტი არ გვაქვს და გვაქვს ბერძნულად კირიოს რაც უფალს ნიშნავს და გვაქვს ჩვენ ებრაული ტრადიცია რომელიც ამბობდნენ რომ ისინი იუთხეი ვავხეს არ ამბობდნენ რადგანაც მესამე მცნება არ დარღვეულიყო არ წარმოთქვა შენი უფლის სახელის ფუჭად ამისათვის ისინი ამბობენ ორ ტერმინს იყენებენ ეს არის ადონაი ბატონი უფალი და ამბობენ აშემ მისი სახელი ესე აშემ მის სახელი ამ ორ ტერმინს იყენებენ ებრაელები მე უშვებ ესეთ რამეს როდესაც მათეს შეგნებულად სახარებაში ბერძნულ სახარებაში არ ამბობს ღმერთის სასუფეველს არ იყენებს ამ ტერმინს რადგან ის ებრაელი და იყენებს ტერმინს ცათა სასუფეველი ანუ ებრაულად მალხუთხე შამაი ვარაუდის დონეზე უშვებ რომ ახალი აღთქმაში არ გამოიყენებდა მათე იუთხეი ვავხეს არამედ გამოიყენებდა აშემ ან ადონაის ამიტომაც როდესაც ჩვენ ბერძნული ტექსტი გვეუბნება კირეოს იქ დათარგმნია როგორც ჩვენთან უფალი ასე რომ არაფერი არ შევდება ამით რომ ჩვენ უფალს უფლით მოვიხსენებთ თუ იუთხეი ვავხეი იმიტომ რომ იუთხეი ვავხე სინამდვილეში როგორ იკითხება არავინ არის აი მისი 400 მისი წაკითხვა არავინ არის როგორ იკითხება არა ეგ იახვე წამოვიდა მე-12 საუკუნეში კათოლიკურმა მღვდელმა დაამატა ადონაიდან სიტყვები ხმოვნები სიტყვა ადონაიდან აო და გადმოაწყდა და მიუსადეგა იუთხეი ვავხე და იახვე და ეს დამკვიდრდა კათოლიკურმა ეკლესიამ შემოიღო მე-12 არა ეს იგი ბიბლიური იახვე არა ბიბლიური არ ვიცოდი ხა სუფთა ბიბლიურად ვამბობთ თუ გინდა ადონაი ან იუთხეი ვავხე ანუ იესო ქრისტე და რაღაც ხო ანუ იესო ჰამაშიახ ხო მე ყველაზე მეტად იესო ქრისტე მე დამიბარა მამას სახელით კი არ დაუწოდეო არამედ მამა დაუძახეო თქვენ კი ასე ილოცეთ მამაო და всё აღარ უნდა იქ ახლა ის რა ქვია სახელი და ანუ თვითონ აი სახელების რაღაც მაგიური მისტიური მიწებება ეს არის წარმართული ისა წარმართებს ქონდა ანუ რაღაცა საიდუმლოს აი გნოსტიკებიდან მოდის ეს რომ რაღაცა სახელს წარმოდგა ამ სახელს რაღაცა ძალა აქვს ან კიდე რომ ამბობენ ვინც უფლის სახელს მოუხმევს ის გადარჩებოდა და ეს იაღოველება აიტაცენ როგორ იცი იაღოვას მოწმეება ანუ თუ იაღოვა სახელი არ აუთხარი ღმერთს არ დაუძახე არ გეშველება აბსურდამდე არიან მისული ხო ხტები არა და უფლის სახელის მოხმობა ეს უნდა გესმოდეს ებრაულ ტრადიციაში რას ნიშნავდა უფლის სახელის მოხმობა ნიშნავს რომ შენ მის სამეფო პრინციპებს ხადაგი პასტავლის ხვალს ასწავლი რომ აი ა ブラ ამმა წავიდა ააშენა სამსხვერპლო და უფლის სახელს მოუხმო დაბადების წიგნში ჩვენ წავიკითხეთ მე-12 თავში წერია რაც ნიშნავს ეს უფლის სახლის მოხმობა ეს ნიშნავს რომ სამსხვერპლო რო აგო იქ ა ブラ ამს კითხენ ეს რომელი ღმერთის სამსხვერპლო რა ღმერთია რატო აკეთებ
აბრაამს დადგა და უთხრა, ეს არის ის ერთ-ერთი ღმერთი, რომელიც სამყაროს ყავს, ერთი ღმერთი, რომელსაც ესაა უფლის სახელის მოხმობა. ებრაული კონცეფცია, ებრაელს რო კითხულობს, აი ესე ესმის ეს. იმიტომ რომ ასე ესმოდათ ამათ. მაგრამ ამათმა ებრაელებზე მეტი ხო იციან? იაყოვლები არიან. ჩვენ ხო ბიბლია დაგვიმახინჯეს, შეგვიცვალეს, ამოიღეს სახელი იახვე და იქ უფალი ჩაწერეს და მთელი შეთქმულების თეორიებზე არიან გადაგათმული. ძალიან ცუდად არიან რა, ძალიან იმათ იმაშებიან. так, მოიცა ანუ мама სახელით არ მიმართო, შენ რომ შვილი გეყოლება, мама და всё. ჩემი შვილი მამას მიძახის, მე გიორგის არ მიძახის და რა ვქნა ახლა და ძალიან მიხარია რომ მამას მიძახის. სულ არ მინდა რომ დამიძახოს, ახლა აუ ეგ ძალიან ბრუტალური. ძალიან ის ძალიან ახლოა ეგ უკვე. აჰა. ხო, მამაზე კარგი მიმართვა, რა თქმა უნდა, ბუ არ ვიცი ვინ ისა, რა თქმა უნდა, მამაზე კარგი და ძვირფასი და სათუთი და უმაღლესი სტატუსი სამყაროში არ არსებობს. დამიჯერეთ რა. თვითონ აი სიტყვა რომელიც არის პირველი ანბანი, იბრიტული ანბანი, ასე რომ იწყება ალეფ ბეთ. ალეფ ბეთ არის რო შეადარო აბა, აბა. პირველი ორი ანბანი ასე გეუბნება აბა, მამა. მამას გასწავლოს. ანუ ყველაფერი იწყება მამობიდან. და ეს არის ის, ანუ ღმერთი პირველი უფლისლებიდან გელაპარაკება, თქვენი მამა ვარო. იესო რო ამბობს მე ვარ ეგ ნიშნავს რომ იახვე არა კაცო იახვე არა მე ძლიერ მიყვარს აბრაამ ისაკ და იაკობის ღმერთი მე მან მრავალჯერ გადამარჩენას იგდოს რა თქმა უნდა დიდება ღმერთი ყველას ეცხადებოდა და ეუბნებოდა მე ვარ ღმერთი აბრაამისა ისააკისა იაკობისა რატო იმიტომ რომ ის იყო აღთქმაში მართან მაგრამ მე ის მიხარია როდესაც ღმერთი ჩემ შვილთან მივა ეტყვის მე мама შენის ღმერთი ვარო. რატო იცი? მე ვარ აღთქმაში მასთან. მან ჩემთან დადო აღთქმა. ამას გვასწავლის ეგა. ეგ უთხარი რომ ყველასთან როგორ შეიძლება ასევე შეიძლება თქვენთანაც იყოს ღმერთი ყველასთან აღთქმაში. თუ თქვენ მიიღებთ იესო ქრისტეს თქვენს ხსნელად და შეხვალთ აღთქმაში. კარგით რა ეს ახალი პროპაგანდა არის თუმცა არ მიკვის ებრაელებისგან იმხელა ფანტაზიის უნარი აქვს. ეს ხონომემი ვინა ეს ხონომემი არ ვიცი მიწერ პირადში არც შემოვიდეს ღია ეთერში შემომივა და მიდგება წინ მიწერ ერთი მოდი შემოხვალ პირდაპირ დებატებში ჩემთან ახლა ამ წუთას შეგიძლია მაიცა აი ერთი აი ეს ლესანდრო ვარ აი ისრაელი უნდა გვიყვარდეს, რა თქმა უნდა. არ შეიძლება ქრისტიანს ვინმე ზულდეს. ივა, სალამი, მე შენთან მოგწე რაღაცას მანქანასათაობაზე რა, რაღაც უნდა გკითხო და ან ტელეფონი მომწერე, გეხვეწე რომ დაგირეკო ივა, შენი ნომერი დამეკარგა ვიზიტკა. მადლობა რომ შემოხვედი. так, ღაზაში რატო მოკლეს ებრაელებმა ბავშვები? ებრაელებს ბავშვები არ მოკლიან, აი ახლა მას ვიტყვი და всё და უყურეთ რა ხდება. კუკარაჩა. თუ გულწრფელად გაინტერესებს, მიხვდები რა მოხდა. თუ გულწრფელად გაინტერესებს, თუ ისე პროპაგანდას აყურებელი ხარ, ვერ გაიგებ. რა ხდება უყურე. ღაზაში ცხოვრობს ხამასის ტერორისტული ორგანიზაცია. რას აკეთებს? ხამასის ტერორისტული ორგანიზაციას თავისი რაკეტები, თავისი სარაკეტო დანადგარები აქვს დამონტაჟებული ბაღებზე, სკოლებზე და სამავთყოფოებზე და მართლმადიდებლურ ეკლესიას მღვდელმაც დაუთმო თავისი ადგილი. სამწუხარო ფაქტია ეს ასია. ეს გამოჩნდა მერე და თავისი და იქიდან ესვრის იმას აქვია. იქიდან ესვრის ისრაელს და ბომბავენ. ამეცადოს როდესაც ისრაელმა უნდა უპასუხოს, ხომ უნდა უპასუხოს, იმიტომ რომ რაკეტების ესვრიან და ეს რაკეტების ხომ უნდა გაჩერდეს.
ამიტომ ისინი სანამ ისრაელი უპასუხებს და როცა იცის ისრაელმა რომ იქ მშვიდობიანი მოსახლეა 2 საათით ადრე ისრაელი აფრთხილებს აგდებს იმას ფურცლებს წერილებს უგზავნის ტელევიზიითაც გამოდის და ეუბნება რომ ამა და ამ საათზე ჩვენ დავარტყამთ ამ ადგილს აქ არის ხამასის შტაბინა გთხოვთ მშვიდობიან მოსახლეობა გაეცალეთ ამ ადგილს იმიტომ რომ 2 საათში ეს ადგილი დაიბომბება ამას აკეთებს ისრაელის სახელმწიფო ეს მე ჩემი თვალით მაქვს ანახი და ვიცი მე ცხოვრობდი და ვიცი როგორაა ტელევიზორში თქვენ ყველაფერს სიმართლეს არ გეუნებიან და პლუს ამას ხამას აქვს ძალიან ძლიერი პროპაგანდა ის პროპაგანდა რომელიც დღეს კოცებს აქვს რუსული პროპაგანდა დღეს კოცებმა დაგაჯერეს რაღაცები ეს რუსული პროპაგანდიდან მოდის და ეს მათი არაღია პოლიტიკას არა მაგრამ იარაღი მათია ინსტრუმენტი მათია ესენი იყენებენ ამას და როდესაც უკვე ისრაელი პასუხობს ისინი რას შობიან ამ მშვიდობიან მოსახლეობას ხამას კი არ უშვებს კელტავს სპეციალურად და როცა ხდება რაკეტა მე ამობენ აი მოგვიკვლიენო კი კორიდორს კი არ აკეთებს კი არ უშვებს მშვიდობიან მოსახლეობას აბომბიებენ ძალით რომ მეტი ფული გადაუხადონ მემარცხენეებმა ამ ტერორისტებს იმას რომ აი ნახე ისრაელი გვინადგურებს ჩაგრავენ ბომბავენ წყალი არ გვაქვს ის არ გვაქვს და აი ესეთ რაღაცებს აკეთებენ ბიჭო გაგიჟდები რა მე კიდევ ღაზაში ის იყო ღაზაში პულის ფული არ აგვაქვსო ერთი ბლოგერი წერდა და ამ დროს მეორე ისე ბლოგი აქვს დღეს ჩემ საცოლეს ოქროს მაღაზიაში შევყიდე ბეჭედი პულის ფული თუ აქვს ოქროს მაღაზია საიდან გაქვს ღაზაში აკეთებ მაგრამ ამას ხალხი ვერ ჭამს გაიგე ეს მომენტია აი ეს მინდოდა რომ თქვენთვის მეთქვა და მეც ამ თემას არ დავუბრუნდები იმიტომ რომ ამაზე თუ გულწრფელი ადამიანი ხარ კუკარაჩა აუცილებლად გაიგებ ამას და სხვა წყაროებშიც იპოვი ამას ყველაფერს